Ზანეთ რომ ევროკავშირს გავეჭხირეთ რაღაცნაირად ყელში ჩვენ მათთან არანაირი ბმა არ გვაქვს და ეხლა მახსენდება BBC-ს ცნობილი სკანდალი რა ფონზე ნახეთ გუშინ ევროპარლამენტში მორიგის ხდომა გაიმართა ნუ მორიგი უშვერი სიტყვებით ათრიეს როგორც ხელისუფლება ისე საქართველოს რატომღაც ძალიან ეცადნენ რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ქართველი ხალხი გამოეყოთ ერთმანეთისგან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს რომ ქართველი ხალხის მხარეს დგას ევროკავშირი და არა საქართველოს ხელისუფლების მხარეს და რამდენიმე დეპუტატმა ძალიან მაღალი ტრიბუნიდან მოითხოვა რომ საქართველოში აუცილებლად გამოძიებული უნდა იყოს დაწამლა თუ არა ხელისუფლებამ ხალხი და ეს უნდა იყოს საერთაშორისო გამოძიება და ესე შემდეგ. მე ვფიქრობ რომ BBC-ს სკანდალი ხომ არ იყო ბმაში უკვე კარგად დაგეგმილი ხომ არ იყო ეს პოლიტიკური PR სკანდალი ვიდრე BBC თავის სიუჟეტს გაუშვებდა. ეხლა მაგაზე ნაწილობრივ შეიძლება თქვენთანაც კი ვთქვით თუ სხვა იმაშიც არაფერი ახალი ამაში არ არის იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა და მედია საშუალებას ამ ბრძოლაში რომ იყენებენ ეს ხო ფაქტია მედია საშუალებას ზოგს გონია თავისუფალი სიტყვის მოედანი და ეს თავისუფალი სიტყვაც რომ ითქვას ყველაფერი მაინც გამოიყენება იმ კონტექსტში რა ბრძოლა რა პოლიტიკური ბრძოლაც მიდის ეს შიგნით იქნება თუ გარეთ და იგივე თქვენს პირველ კითხვაზე როცა ვთქვით რომ რა ძალები ვთქვათ იგივე ხელს უშლიან რომ საპირწონეების შექმნას დასავლეთის საპირწონეების შექმნას საქართველოს ხო ეს იგივე კონტექსტის შეკვეთა არის ეხლა დეტალებში როგორ რა იყო ეს არ მინდა ეხლა ამის გარჩევა მე შევხედავ აი თვითონ როგორი პროდუქტი მივიღეთ ჩვენ და რისთვის გაკეთა ჩემთვის აი როცა ეს წამოვიდა ეს თემა თან შარშანდელი პერიოდის თემა იყო და ეხლა ეს ისახნეს ხომ რა თქმა უნდა ეს იყო გაკეთებული იმისთვის რომ ტალღა ის რაც არის ანტისახელმწიფოებრივი ტალღა არ ჩაცხრეს და ეს მედია საშუალება ამისთვის არის გამოყენებული. ხა ზოგს რო გონია აბრევიატურა BBC რახანს არის რომ ის ჭეშმარიტების ღაღადებელია, არავინ არ მიიღოთ ესე. საერთოდ იცოდეთ რომ ვინც არ უნდა ლაპარაკობდეს, ყველა ცდილობს რომ თქვენზე ზეგავლენა მოახდინოს. მათ შორის მეც. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეხა BBC-დან ნათქვამი ხო რამ ხელაზე მოახდენდა ზეგავლენას. ისე ბატონ ლევან უცბად ჩაგერჭრებით რომ ჯერ 5 მილიარდს ითხოვდა ტრამპი წინა კვირას ჯერ კიდევ BBC-სგან და აი ახლა გახდა ცნობილი რომ უკვე 10 მილიარდს ითხოვს ეთყობა ადვოკატებმა და არც ეს არ გეთახმებით ესე იგი ჯერ თვითონ ტრამპის მაგალითიც ხო სულთა მანიპული მათ ფაქტები აქვს როგორ დაჭრეს ტრამპის გამოსვლა და უნდათ რომ ის კაპიტოლიუმში შეჭრა რო იყო ის დაეფიქსირებათ კამპის მოწოდებად რა დანაშაული გადადგებოდა ნიკოლაი იმას ხა ფაქტი რო არ კონდეს ტრამპმა იცის რომ ის სისხლი დაინახა და უკვე უნდა მივიდეს იქა ზუსტად იურისტი უაზარმაზარი ჯგუფი ყავთ იურისტების და ეს ფაქტი აქვს მაგათ და ისინი არ მოიშვებიან რა თუ რაღაცაზე არ შეთანხმდნენ ეს კიდე კულუარული თემებია მაგრამ ჩვენ კონტექსტში განვიხილოთ BBC იქნა გამოყენებული იმისთვის ეს იყო რაღაც შეკვეთილი თემა რომ წამოსულიყო ახალი ტალღა წამოსულიყო დაედანაშაულებინათ საქართველოს ხელისუფლება იმაში რომ მათ გამოიყენეს ქიმიური იარაღი იყო კამიძია საუბარ ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხა იცით როგორი მომენტია ჯერ ერთი კამიტი არ დასტურდება და ძალიან უნანია არა მნიშვნელობა აი კიდევ ერთხელ გეუბნები ნეტა არ დაგვეკონკრეტებინა კამიტი და ნეტა გვეთქვა უბრალოდ ქიმიური გეტყვით კიდევ არა აქვს მნიშვნელობა კამიტი იქნება თუ ოზგენი იქნება თუ ასე შემდეგ კიდე იპრიტი და ასე შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა მაგას რა იქნა თავარი თემა აქ არის სხვა ეს არის დეტალები თავარი არის რა რომ მოხდა ესეთი ფაქტი ხელისუფლება წამლავს თავის ხალხს. აი მთავარი თემა ეს არის. ანუ სად მიდის მე ეს თემა მიდის. ანუ ეს ხელისუფლება არის დამნაშავე მათ უნდა აგონ პასუხი და ეს უნდა წავიდეს ჰააგის ტრიბუნალში და გამოაცხადონ პიროვნებები და პირდაპირ დარტყმა მიდის ხა ბიძინა ივანიშვილი უკვეთავდა ამ რაღაც თუ აქციების იმას მართავდა მაგრამ ყველა შემთხვევაში რა არის სისტემის ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი და ყველაფერი კეთება რომ დარტყმა მას მიაყენონ და მთელი ეს საკითხი მიტრიალდა იქეთკენ და იქეთკენ წავა აი ხა დღესაც მე მგონი დღეს არის ხო ეს ევროპარლამენტის ხდობა აი მაგას გეუბნებით ჯერ არ დამთავრდა
მაცხოვრებელია. ხო, ამიტომ დაველოდოთ რა იქნება, მაგრამ კარგი არაფერი არის იქ მე წინასწარაც გეტყვით იქნება იქ გამოხმაურება ესეთი რომ მოდით ჩავატაროთ საერთაშორისო გამოძიება და ეს არა ჩავატაროთ ეს ერთი როდის ვიხდი მე მოთხოვნას კი არა ჩავატაროთ მოთხოვნა არის ეს ბევრ ტრიბუნიდან სხვადასხვა ტრიბუნიდან განაცხადეს და მე გადავცეთ უკვე ტრიბუნალს ტრიბუნალი იცით ეს არის სანქციები დაპატიმრება ძალიან მძიმე შედეგებით რა ეს მე არ გამოვიწყავ რომ აქამდე წაიყვანონ მათი ამოცანა ეს არის სწორად იმიტომ რომ როცა სხვა მექანიზმებს ვერ იყენებენ რაც არ უნდა იყოს ეს არის მართლა იყო თუ არ იყო მართლა მნიშვნელობა არა აქვს ამას θέλობა იქნება რომ აქეთკენ წაიყვანონ საკითხი მე არ გამოვირიცხავ რომ აქეთკენ წაიყვანონ ეს მიმართულება იმიტომ რომ თუ კი დავაკვირდებით თვითონ ევროკომისარიატში კაია კალასი და ეს მისი იგივე რა გვარი ეს ხუბილიუსი რომელსაც სამხედრო ის მიყავს მიმართულება ამას საგარეო და უსაფრთხოების მიყავს და პლუს მათი დაჯგუფებები ევროპარლამენტში ხო მე არ გამოვირიცხავ რომ ესეთი კონტექსტი გააკეთო ჩვენ ამის ეს უნდა ვიცოდეთ მე მეორეს გეტყვით მე დავინახე ჩვენი სახელმწიფო სისტემის გარკვეული ხარვეზები, როცა რეაგირება მოხდა ამაზე ვთქვი და ზოგმა დამიწყო კრიშენ აკრიტიკებ, როცა საკრიტიკოა უნდა ვთქვა, კი არა, აკრიტიკებ, სიმართლე ვთქვათ რა. როცა იგივე გომელაური გამოიყვანეს ამ ხელა შეცდომა დაუშვეს მათი დაშვებული, მათი პიარის და ამ რაღაც არასწორი აღქმების შეცდომა იყო შემდგომ მეორეს უარყოფა აღქმების, ანუ მივეცით საშუალება, რომ აი ამ ჯგუფებს უფრო მეტი სალაპარაკო ჰქონოდათ. და ეს თვითონ სერიოზული ხარვეზია სისტემის, როგორ მუშაობს სისტემა, ხო? ამასაც უნდა შევხედოთ. ამიტომ აი ასაც თქვენ ბრძანეთ ევროპის დაპირისპირება დღეს მიდის სწორედ ყველა მეთოდის გამოყენებაზე. რაზეა ახლა ლაპარაკი, რა უნდა გაგვიკვირდეთ, როცა ის კოსი გამოდის თუ რა გვარია ეს მარტა კოსი გამოდის და იძახის რომ ჩვენ ფული კი მივეცით, მაგრამ ახლა სირთულეები გვაქვს ფულის შეტანისო, მათ იმისი სიტყვებია. მაგრამ ჩვენ მოვზებნით გზებს, რომ უფრო მეტი თანხები შევიტანოთ ამ სხვადასხვა NGO თუ სხვადასხვა მათი პოლიტიკური და არაკომერციული დაჯგუფებების რა გააცნობერა რა თქვა. ნუ გონიათ რომ ვერ გააცნო. ის კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ისინი როგორ გვიყურებენ ჩვენ, ისეთივე გაცნობიერებაც არის. რა ქვეყანასაც ჩვენ გვთვლიან. აი იგივე სხვა არ იტყვიან ახლა საფრანგეთზე და გვიგინდათ მათ მოწინააღმდეგე უნგრეთზე ვერ იტყვიან, მაგრამ საქართველოს მათთვის როგორი აღქმაშიც არის, ისევე იძახიან. რამე შანსს ხედავთ ბატონ ლევან, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის შეცვლის მას რა ქვია, თავარ აქცენტებს საქართველოსთან დაკავშირებით. გეტყვით ახლა ევროკავშირი არაფერს არ შეცვლის, აი არსებული რაც არის მათი ბიუროკრატია, ხელისუფლება, სისტემა, მართლობითი არ შეცვლის. ერთადერთი შეიცვალოს, თავარია ჩვენ გაუძლოთ ყველაფერს, ერთადერთი შეიძლება შეიცვალოს ქვეყნებში თვითონ ხელისუფლებები. იმიტომ რომ თუ კი ავიღებთ იგივე მოდელირებას და სცენარებს, რომელიც შეიძლება ახლა გაკეთოთ, ჩვენ ამაზე მუშაობთ სერიოზულად, თუ კი ავიღებთ რა ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, იგივე საფრანგეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ, უნგრეთის მაგალითზე რო ვთქვათ, ხო? მოდიან უფრო აი კონსერვატორული და არა ვთქვათ ეს ლიბერალური ძალები, რომელთა ხედვა სხვანაირი არის. ამიტომ აი ამან შეიძლება მოიტანოს სხვა გარემოება შეგვიქმნას და ევროკავშირთან ურთიერთობები დამყარდეს. აქ ერთ რამესაც გეტყვით, მე იგივე პროგნოზებით რაც კეთება თვითონ ევროკავშირის სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ, პირდაპირ არის პროგნოზი, მიახლოებით ესე პლუს მინუს 2030 წლისათვის შეიძლება ესეთი კავშირი საერთოდ დაიშალოს და ამ კავშირს არა მარტო შიდა კრიზისი და პრობლემები აქვს, როგორც თვითონ ადამიანური რესურსის, ეკონომიკური და ასე შემდეგ, მათი დაშლის ინტერესი არის შეერთებული შტატებშიც, რუსეთშიც და ჩინეთშიც. და ეხლა ერთადერთი გამოსავალი მინდა ეხლა საზოგადოება მიწოდდეს, რატომ არ უნდა ევროპას რომ ომი დამთავრდეს უკრაინაში, იმიტომ ერთადერთი კონსოლიდირების, გაერთიანების საკითხი და რაღაც არის მხოლოდ ომი. მხოლოდ ომმა შეიძლება ევროკავშირი გადაარჩინოს დაშლას, მათ კარგად ესმით ეს საკითხი, მაგრამ სხვებსაც კარგად ესმით, ასე რომ აი ეს სიტუაცია ასეთ ამბავშია. ჩვენ ახლა გული არ უნდა დაგვწყდეს რა, ახლა ზოგი იძახის ჩვენ ქართულ ხალხს ვიზა ლიბერალიზაციას არ გაუქმებთ, ვიღაცა სანქციებს დაუწესებთ. ეს პროცესი არ გაჩერდება, მაგრამ თუ კი კიდევ ერთხელ გეტყვით რა, თუ კი
ჩვენთან ევროკავშირის მიმართ ესეთი დამოკიდებულება არის, ეს არის ევროკავშირის ბრალი პირველ რიგში. იმიტომ რომ ისინი პარტნიორად არ აღვიქვამენ და ისინი არ გველაპარაკებიან თანაბერ პირობებში. მათ თუნდაც ყავდეთ მართული ხელისუფლება და ამჯერად არ გამოუვიდათ. ეს იმას არ ნიშნავს ჩვენ ეხლა ოცნების ხელისუფლებას შევაკებთ თუ გავაკრიტიკებთ. ეს მათი გადმოსახედიდან ესეთი საკითხია. არა გვაქვს ჩვენ კარგი ვითარება, პრობლემებსაც უნდა ვეროდოთ, უნდა გავუძლოთ. დიდი მადლობა, მოდით ცოტა ჩვენ გადაცემამდე